მოძრაობა ქართული რესპუბლიკის წევრები რუსთაველის გამზირზე Eagle Hills-ის ოფისში მივიდნენ მიზნით, რომ ჩაებარებინათ საქართველოს მოქალაქეების ერთობლივი წერილი განცხადება, რომელშიც არის დაფიქსირებული ორი მთავარი მოთხოვნა. Თუმცა, კინო რუსთაველის ისტორიულ შენობაში განთავსებულ ოფისში ამ ადამიანებს კარი მოუხურეს და წერილი არც კი ჩაიბარეს. Თუმცა, უცვლელია ეს მოთხოვნები უკვე სამოქალაქო საზოგადოების წევრებმა გაასაჯაროვეს. მას შემდეგ რაც Eagle Hills-ის ადმინისტრაციამ არ მიიღო მათი წერილი, პირველი და მთავარი მოთხოვნა ეს არის, რომ გასაჯაროვდეს ხელშეკრულება, რომელიც გაფორმებულია სახელმწიფოსთან და ცხადი იყოს ამ ხელშეკრულების თითოეული პუნქტი. ხოლო მეორე მოთხოვნა არ გადაიდგას არც ერთი ნაბიჯი, მათ შორის მოსამზადებელი სამუშაოები და მშენებლობა იქამდე სანამ საზოგადოებაში არ იქნება მსჯელობა და კონსენსუსი არაბული ინვესტიციის ქვეყანაში შემოსვლის შესახებ. ბუნებრივია, კითხვები ძალიან ბევრია ამ პროექტთან დაკავშირებით. იმ ფონზე, როდესაც ქართული ოცნება საუბრობს მხოლოდ სარგებელზე 6 მილიარდი ინვესტიციაზე, რომლის წილიც რეალურად ჯერჯერობით არ ჩანს და პარალელურ რეჟიმში ხელშეკრულება, რომლითაც უნდა ვიგებდეთ თუ რა პირობებით სხვისდება სახელმწიფოს კუთვნილი 850 ჰექტარი მიწა სრულად გასაიდუმლოებულია. ვაფრთხილეთ ახლაც ინვესტორს, რომ ის გარიგებაში შედის არა საქართველოს მოსახლეობის წარმომადგენელთან, არამედ ბიძინა ივანიშვილთან, რომელიც არის არაფორმალური მმართველი და მის გუნდთან, რომელსაც მიტაცებული აქვს ძალაუფლება. არა ზოგადად, არამედ კონკრეტულად აი ამ პროექტებთან მიმართებაში ამ რეჟიმს არავითარი ლეგიტიმაცია არ გააჩნია. უბრალოდ წერილიც კი ვერ ჩაიბარეს. ამ კომპანიას სამწუხაროდ უკვე აი ესეთ ელემენტარულ ამბავზე ეთყობა როგორი დამოკიდებულება აქვს ქართველი ხალხის მიმართ. თავად კომპანია არის საკმაოდ სკანდალური. ბალკანეთში რამოდენიმე პროექტი განახორციელა, რამოდენიმე ვერ განახორციელა და მასშტაბური პროტესტი გამოიწვია. ხელშეკრულება არის აბსოლუტურად დახურული და საიდუმლო, მაგრამ კანონმდებლობა გვეუბნება, რომ მხოლოდ მაშინ შეიძლება დაიხუროს და გასაიდუმლოს ასეთი ტიპის ხელშეკრულება, როდესაც საქმე ეხება აი ამ ინვესტორის კონკურენტ უნარიანობის, ასე ვთქვათ, შელახვას. რა ფორმით გააცვლის ეს ტერიტორია? არ ვიცით 33% რო აქვს სახელმწიფოს მენეჯმენტში როგორ ერევა. ზოგადად არ ვიცით რა ფორმით და რა შედეგებს მოიტანს ის ხელშეკრულება, რომელიც არის დამალული და კონფიდენციალობა იცავს ამ ხელშეკრულებას, ხო? აქედან გამომდინარე, უმნიშვნელოვანესია ამ ყველაფერზე პასუხი ვიცოდეთ, ზუსტად ამ წერილით მიმართეთ ამ კომპანიას, რომ გაასაჯაროოს ის დოკუმენტები, რომლებიც მნიშვნელოვანია იმის, რომ ჩამოყალიბდეს სწორი საზოგადოებრივი აზრი. Eagle Hills-ი ისევე როგორც ქართული ოცნება, როგორც ჩანს არაპირობენ, რომ გაასაჯაროვონ დადებული ხელშეკრულება და არც კითხვებზე პასუხის გაცემის მოლოდინი არსებობს მას. შემდეგ რაც კომპანიის ოფისში არ ჩაიბარეს მოქალაქეების წერილი, Eagle Hills-ის ინვესტიციასთან, არაბულ ინვესტიციასთან დაკავშირებით კითხვები რჩება კითხვებად, ვისმენთ მხოლოდ დაპირებებს, ვიცით რომ სახელმწიფო თბილისში, კრწანისის ტყეპარკში და გონიოში გადასცემს და შედის ამ პროექტში საკუთარი წილით მილიონობით კვადრატული მეტრით, თუმცა რა წილით და რა ფორმით შემოდის აქ უკვე არაბული ინვესტიცია ამ დრომდე რჩება ბუნდოვანი.